მოგესალმებით, ეს თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა ბერულავა, ჟურნალისტი მაყურებელი მას კარგად იცნობს. დიდ მადლობას გიხდით ლაშა თქვენი დროისთვის, იმისთვის რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. რა თქმა უნდა მაყურებელს ვეტყვი რომ კიდევ და კიდევ ძირითადი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მედია, თუმცა შევეხებით იმ აქტუალურ თემებს, რომელიც მიმდინარე პროცესებსაც, რაც ქვეყანაში ხდება. პირველ რიგში მინდა გკითხო, თქვენ იცით ლაშა და მაყურებელიც მათ იცის თრიალეთის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა, რომ დაყადაღებულია ჩვენი ანგარიშები, გვადევს ინკასო და რასთან არის ეს დაკავშირებული, ესეც ყველას კარგად მოიხსენება. თქვენგანა ასეთი რაღაც მინდა, ასე დაგისვავთ კითხვას, რომ მაყურებლისთვისაც უკვე გასაგები იყოს. როგორ ექცევა ხელისუფლება ქართული ოცნება კრიტიკულ თავისუფალ მედიას დღეს ჩვენს ქვეყანაში? მოგესალმებით შორენა, მიგესალმებით ტელეკომპანია თრიალეთის მაყურებელს. ჩვენთვის ეს ტელევიზია ძალიან ახლობელი ტელევიზია იმ კუთხით, რომ მე მოვდივარ ტელეკომპანია აუდიშიდან და როგორც რეგიონალური ტელეკომპანიები ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან. გარდა ამისა, მე საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ბიჭებთან ერთად, გახსოვთ ალბათ დათო კაცარავა და მისი გუნდი. თითქმის თვეების განმავლობაში ცხოვრობდით სოფელ ატოჩში და არა მარტო ატოჩში, დავდიოდით სხვადასხვა სოფელში და შესაბამისად ვიცი მოსახლეობის თრიალეთის მიმართ, ვიცი რომ თრიალეთი არის ერთადერთი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანდო წყარო იქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვიცი რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი გაქვთ ჟურნალისტებს და ვიცი რომ თქვენი ხელმძღვანელი ბადრი რაღაც სასწაულებს ჩადის იმისთვის რომ ეს ტელეკომპანია შენარჩუნდეს და ვხედავ იმ უსამართლობის კასკადს, რომელიც თავს დაატყდა ტელეკომპანია თრიალეთს და სამწუხაროდ ეს ჩაჭური რეაქციის მომასწავლებელია. ხვალდაზე ოდიში შეიძლება იყოს ამ კასკადის სამიზნე, შემდეგ უკვე სხვები როგორც დაიწყო თავიდან და როგორც მოყვა ჩაჭური რეაქცია. თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით კი შევიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ხალხსაც, მედიასაც და ზოგადად ქვეყანას ექცევა ისე როგორც თავის საკუთრებას. აი ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ყველა ზღვარი წაიშალა. ამ ადამიანმა გამოაჩინა თავისი დამძვილი სახე, რომ ის ფიქრობს მხოლოდ ფულზე, მხოლოდ საკუთარი შემოსავლის გამყარებაზე, მხოლოდ იმაზე, რომ რაც დახარჯა დაიბრუნოს ასმაგად, მინიმუმ ამისთვის ყავს ჩართული, რავი, გამორჩევები ცალკე ყავს, ამომღები ცალკე ყავს, თანხის შუამავლები ცალკე ყავს, ტიპიური წარმოადგენელი 90-იანი წლების რუსულ მაფიოზური კლანის. ზუსტად ასე იქცეოდნენ რუსი მაფიოზები და მათი ყვავილი არის ეს ზუსტად დღეს საქართველოში. სამწუხაროდ დუმილი, რომელიც არის ხელისუფლების მხრიდან და რაც თქვენს განცხადებაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რასაც თქვენ წააწყდით პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის შემოსავლების სამსახურის მხრიდან და შემოსავლების სამსახურის მხრიდან თქვენს განცხადებაში უპრეცედენტო შემთხვევა არის აღნიშნული, როცა დარეგისტრირებული რეესტრში გატარებული წესდებიდან შეცვლილია თვითნებურად რაღაც მონაკოთი და ამ მონაკოთის საფუძველზე მე გიხარვეზებენ და გედავებენ. აი რაღაცა სხვა შემთხვევაში რომ სასაცილო იქნებოდა და დღევანდელ შემთხვევაში აღამაშფოთებელია, ისეთი რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში და მე რაც მთავარია ამას გამართლებას უდრებნიან ის რა ვიცი ის ადამიანები რომლებსაც ჩემი აზრით ღირსების სინაკლები აქვთ საერთოდ არა აქვთ ან იმჯერად უფრთხილებიან თავიანთ სიმდის და ნამოს რომ საერთოდ არ ხმარობენ რადგან არის რაღაცები რომელსაც ვერ გააправებ მაგრამ ამ ადამიანებისთვის ამ გაправების საფუძველი ყოველთვის არსებობს შესაბამისად ხელისუფლება ხალხს ექცევა როგორც ნიუც აი მე სულ მახსენდება ხოლმე Facebook-ზე როცა სტატუსს წერდა ძალიან ხშირად უმეტეს შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს მოიხსენებ რამბალ კოშეთ ეს გახსოვთ ალბათ ცნობილი ფილმიდან სათამაშო ეგრეა ზუსტად ისე ექცევა ადამიანებს ქვეყანას მედიას როგორც რამბალ კოშე ექცევა თავის სათამაშო და თუ გახსოვთ თქვენ ერთი ესეთი ფრაგმენტი იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, როცა დადიოდა
კარგად იყო ესეთი ეპიზოდი, როცა ჟურნალისტს პირდაპირ ეუბნება. ეს ეხლა რო უყურებ ამ გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რამის ამბობს, ეს ეპიზოდი პირდაპირ ეუბნება, რომ რა იყო შეკაცო, რამ გაგიჟაო, რა იშოვე ამ ნაირიოში, მიკროფონი გიჭირავს, მეტი ხო არაფერი გიჭირავს და გაგებართაო. აი ეს დამოკიდებულება აქვს ეხლაც შენ ვინა ხარ, არავინ, მე ვარ ყველაფერი და რაც გასდის იმას აკეთებს სამწუხაროდ. ლაშა თქვენ ზოგადად არა მხოლოდ ის რომ საოკუპაციო ხასთან ჩვენ არაერთი თემა გაგუშუქებია ერთად, როდესაც თქვენ იქ იმყოფებოდით და მე ვხედავდი რამხელა საქმეს აკეთებდით თქვენ იგივე დათო კაცარავასთან ერთად, თქვენ მეგობრებთან ერთად და რა მინდა თქვენგან ისიც იცით ეს ხალხი როგორი პროპაგანდის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არის სამწუხაროდ საოკუპაციო ხასთან მცხოვრები ადამიანები და როგორ უწევდათ თქვენ თვითონ ხედავდით თქვათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების პირისპირ იყვნენ ხო? როდესაც თუ გაჩერდა თრიალეთი, რომელიც ერთადერთი ტელევიზია შიდა ქართლში და გამოცდილება აქ ამ მიმართულებით კონფლიქტების გაშუქების სპეციფიური გამოცდილება და თქვენც გაქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია ვის უტოვებს ამ სივრცეს ხელისუფლება, ვის რჩება ეს სივრცე, როდესაც აი ამ ასეთი გავლენების ქვეშ იქნებიან ადამიანები თუ გაჩერდა თრიალეთი. აქ შორენა ძალიან მარტივია პასუხი და უბრალოდ ამოცნობა იმ ნაბიჯისა, რასაც აპირებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ქართული ოცნება, ეს არის ის რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიას მოაცილოს მისთვის დისკომფორტული, ასე ვთქვათ, ფოთლების შემოაცალოს ამ აყვავებულ მწვანე ხეს, რომელიც ცდილობს დანი ამოიყაროს და ისევ ამოფეთქოს მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე სადეს მისი ძილში მოჭრა. ტელეკომპანია თრიალეთი ამ პროცესში ასრულებს სწორედ ამ მწვანე ყლორტების როლს, ის იმდენჯერ ამოვიდა, რამდენჯერ წაჭრეს და აშუქებს ამბავს ისე როგორც არის. ოკუპაციას აკეთებს ოკუპაციას, ოკუპანტებს ეძახის ოკუპანტებს, გატაცებულ ადამიანებს მოიხსენიებს და არა რაღაც დიპლომატიურ შეფუთვებში, მე ვიცი ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად როგორ მუშაობენ, როგორ მიდიან საოკუპაციო ზოლთან მოსახლეობასთან დიალოგთან ერთად იმ საფორტიფიკაციო ნაგებობებსაც იღებენ, რომელსაც ოკუპანტები ძალიან ხშირად აფართოვებენ, გახსოვთ ძალიან ბევრი პროცესი იმის, რომ ფართოვდებოდა იქ ნიშნულებს ვამდნენ, ბოძებს ვამდნენ, ქარელის გამგებელი რომ ხედავდა წუთი დაჭობილ ნიშნულს ბოძისას, ესეც გახსოვთ ალბათ პირდაპირ ხედავთ თქვა რომ საჭედავთ ბოძებსო. აი ასეთ დამოკიდებულება როცა იქნება, როცა ხელისუფლებას არ ეყოლება დისკომფორტის შექმნელი ამ შემთხვევაში მედია, ჟურნალისტების და თრიალეთის სახით, მისთვის რა თქმა უნდა კომფორტული იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად ლოიალური, ეს ლოიალური ცოტა რბილი სიტყვაა გახდეს რუსეთის მიმართ და ბიძინა ივანიშვილი ალბათ კიდევ ერთხელ ეთქვის, რომ წარმოუდგენია, რომ რუსეთს უნდა საქართველოს ხელისუფლების ტერიტორიის მიტაცება. აი ესეთი დამოკიდებულება არის ყველგან. თვითონ საოკუპაციო ზოლთან დაწყებული ბოლოს ვინ გინახავთ, თქვენ დიდი ხანი ეგ მაუწყებლობთ იქიდან მუშაობთ, რეპორტაჟებს ამზადებთ, სტუდიაში ხართ, ქუჩაში ხართ, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს ვინ გახსოვთ საოკუპაციო ზოლთან მისული. პრემიერზე არ ვამბობ, აი პრემიერებზე არ ვამბობ, რამდენი პრემიერი გამოიჩხლა და მე არ მახსოვს მისული იყო. და ჩვეულებრივ ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიდიან, იმიტომ რომ არ გააღიზიანონ რუსეთი. 1000 თუ ჩამოვა ვიღაც ევროკავშირის წარმომადგენელი ან დიდი ფიგურა შეიძლება მივიდნენ იქ ორჯიშის გადასახადთან მივიდნენ და იქ დადგნენ მაგათთან ერთად, თუმცა იმას რა აღარ აკეთებენ მგონი ახლა და ამიტომ ეს დისკომფორტის შექმნელი ჟურნალისტები, დისკომფორტის შექმნელი მედია საშუალებები ბიზნეს აღარ სჭირდება ახლა. ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ახლა მოსახლეობას და რუსეთის საოკუპაციო ძალის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს რაც შეეხება. მათ ელოდებათ ერთადერთი ის რაც ყავდათ, მქონდათ მათ რეგიონში, ეს იყო ტელეკომპანია თრიალეთი და სხვა ოპოზიციური ტელეარხები, რომელიც ყურებენ და რომელთა ჩამონათვალი თანდათან იკლებს, ისინი შეებენ რუსული პროპაგანდის პირისპირ. ფაქტობრივად ჩვენ მათ, უბრალოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მათ
სწირავს იმისთვის, რომ პირისპირ დარჩნენ რუსულ პროპაგანდასთან. ორმაგი გავლენის და ორმაგი დარგვის ქვეშ იქნებიან. აქეთ რუსი ოკუპანტები სამხედრო მანქანა და ცრუ საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა რუსული ჰიბრიდული ომისა და ოპერისპირდება და არ ვიცი როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის მოსახლეობა რომ ის ამისთვის გაიმეტა. ეს ვთქვი არ ხო. ლაშა, ჩვენ გარდა იმისა, რომ ეს მართლაც ეხლა ფიქრობდით, ან ბოლოს ვინ იყო, არც თუ პრემიერი მაღალი თანამდებობის პირი საოკუპაციო ხაზთან ვერ გავიხსენე ბოლო პერიოდში სამწუხაროდ. და იცი რა მინდა გითხრათ, ჩვენ ბარიერები შეგვიქმნეს დამატებითი ხელისუფლებამ, ხო? უსაფრთხოების სამსახური თუ არ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ დაგრთოს ნებართვა ვერ შევალთ იმ სოფლებში. მოგეხსენებათ ადგილობრივი მედია არა მხოლოდ თქვათ გატაცებებს ვაშუქებთ ხშირ შემთხვევაში ცენტრალური არხები მხოლოდ ამ კუთხით ინტერესდებიან საოკუპაციო ხაზთან თუ რა ხდება. ჩვენ როგორც ადგილობრივი მედია იქაური ადამიანების ყოფით ცხოვრებაზეც ვაშუქებთ პრობლემებს და თუ იმ შემთხვევაში თუ მოხდა დაგვრთესნება შევედით თუნდაც სოციალურ საკითხზე უნდა მოქალაქეს საუბარი გვადგას თავზე პოლიცია, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა ეს ადამიანები იკეტებიან. ანუ ამ კუთხითაც ჩვენ ძალიან გვეშლება ხელი. და ეს არის თუ არა ესეც ერთგვარი შეზღუდვა, ხო? რა თქმა უნდა. ესეც დამატებითი ზეწოლის და ზეწოლის მექანიზმია, ბერკეტია ხელისუფლებისთვის, იმისთვის რომ წარმოაჩინოს ყველაფერი ისე, თითქოს არაფერი არ ხდება. აი როცა არ იყოლება არ იქნება ადამიანი რომელიც საუბრობს პრობლემებზე ეს ქმნის იმის ილუზიას რომ პრობლემები არ არის. რა თქმა უნდა იმედი რუსთავიური სხვა პროპაგანდისტული მედია საშუალებები ყველანაირად ეცდებიან რომ ისეთი ადამიანები ჩატარონ რომლებიც ხელისუფლების ნაბიჯებს გაამართლებენ და იტყვიან რომ რაღაცით ხალხი არ არის და არ არის პრობლემა სულსათის და პროდუქტის შოვნა რომ არ არსებობს პრობლემები ინფრასტრუქტურის, სოციალური, ეკონომიკური კუთხით, ასეთი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან. მაგრამ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ სიმართლე თქვან, არა მარტო ჟურნალისტებს გულისხმობ, არამედ იმ ადამიანებს, ვინც აცენენ, ვისთანაც მიდიხართ ხოლმე მათი სოციალური ყოფის, ასე ვთქვათ, ერთი დღის შესასწავლად და ერთი თვის შესასწავლად, როგორ ყოფნის პენსიიდან პენსიამდე ფული და ყოფნით თუ არა დასჭამენ, ითხოვებიან და როგორ ცხოვრობენ საერთოდ. წამალ საიდან ყიდულობენ, მე რა რჩებათ. ეს ყველაფერი ხო საინტერესოა და ჩვენ ვერ ვნახავთ ასეთ რეპორტაჟებს რეგიონებიდან. ჩვენ ვნახავთ ხოტბა დიდების აღმოლენ რეპორტაჟებს იმედის ეთერში. ის რაღაც კიდე სხვა გადაცემები აქვს, რაც წარმოაჩენენ ბედნიერ ადამიანებს. სხვა განზომილებაში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოაჩენენ ასეთ რაღაცებს და ეს მოსახლეობა კი არ არის დამნაშავე ამ მოსახლეობის ზურგზე რამდენმა რამემ გადაიარა და ეხლა ვერ ვახუნებ დიდად რომ ასეთ შემთხვევაში რაღაც ხელისუფლების სასარგებლო ტყუილს ამბობენ თუმცა მათაც უფრო მეტი ასე ვთქვათ სიფრთხილე მართებთ პროპაგანდასთან მიმართებაში მაგრამ ხელისუფლების სურვილი ხელისუფლების საუკეთესო სურვილი ყველაფერი წარმოაჩინოს იმაზე უკეთესი ნამდვილში არის და ამით მოატყუოს მოსახლეობა, რომელსაც ეკუთვნის უკეთესი ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი ნონსენსი და მე არ მგონია რომ ამან რაიმე დადებითი შედეგი მოიტანოს იმისთვის რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ყველაფერი გაუარესებისკენ მედია იკვრება, თავის ხმა იხშობა, არა მარტო მედიის ხმა იხშობა, თუმცა მედიის ხმა მედია იხშობენ მაშინ ხალხის ხმის ავერფინდის ხელისუფლებამდე და ხელისუფლებას არ აინტერესებს შესაბამისად მოქალაქეების აზრი აინტერესებს იმ მოქალაქეების აზრი რომელიც შემოჩერებელია რომელიც მიუხედავად იმისა ნაბიჯებს გადაგავს დაიწყებს ამის მიუხედავად ყოველ შემთხვევაში ისინი ხელისუფლების მხარდამჭერებას რჩებიან ასე ვთქვათ ვიზუალურად და გარეგნულად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი და გულში ვისრავს ამას
ეს ვერავინ განსაზღვრავს. მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ ადამიანებსაც ძალიან ამოვიდათ უკვე ხელში. მე ძალიან ბევრი ადამიანს ვეკონტაქტები, ამჟამად სამეგრელოში ვარ და სამეგრელოში ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, რომელთანაც მქონია საუბარი და რომელსაც უყვან თუ აი ჩვენ როცა ჩავწერეს ტელევიზიაში კი თქვით, რომ ხელისუფლების მოქმედი ვართ, მაგრამ ესენი ვიყოფილად და ამას როგორ უნდა დაუჭირ ხარიო და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია. და ბოლო-ბოლო მე მგონი ყველაფერი მივიქამდე რომ ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლებას მოუწევს ამ ქვეყნიდან წასვლა და ისე მოხდება რომ წასვლა მოასწრო და გაქცევა დასჭირდეთ ვიაბას უსულოდ. ლაშა აუცილებლად მინდა გკითხოთ დღეს ერთგვარი სტატისტიკასავით ანგარიშივით გამოქვეყნდა ასე ვთქვათ რომ თუ რამდენი ადამიანის შევიდა საჩივარი სასამართლოში ასე ვთქვათ საქმე შევიდა უпростоრად ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალ განყოფილებას ასე ვიტყოდი აი ამას რასთან გვაქვს საქმე ეს მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები უფრო მეტად არის თუ არა ეს ცენზურა და რას ნიშნავს თუნდაც სოციალურ ქსელში და საჯარო სივრცეში თქვათ მართლა ხალხს ესრუნავენ რომ თქვათ არ იყოს ვიღაც შეურაცხყოფილი და ასე შემდეგ თქვათ თუ ეს არის ცენზურა ნუ ამაზე რა უნდა ითქვას ახლა ხალხმა თვითონ შეარქვა ძალიან კარგი სახელი იმ ახალ სამსახურს ქროის სამინისტრო შეარქვა ეს ყველაზე კარგად უხდება ალბათ ადამიანი ნუ რა სასაცილოა ხო ახლა ადამიანების ყედან სკროლავენ ვინ რა დაწერა ვინ როგორ მოიხსენია და მე ამის მიხედვით დადგენენ საჩივრებს და ადამიანები სულვაზე არიან ისე ჯარიმდებიან 2000 ლარი 1000 ლარი 3000 ლარი არის ახლა ეთერის დასრულების შემდეგ შეიძლება ვიღაცა ამერტესაც უსის ესე რაღაცებში ფრავს და შეიძლება მე მომივიდეს ჯარიმა ან ჩემ შემდეგი სტუმარი ვინც იქნება თქვენთან ეთერში სასაცილოა ეს ყველაფერი მაგრამ სასაცილო იქნება გამოსავალი არ ჩანს ან როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ვიცით რომ ეს სასაცილოა ნორმალურ საზოგადოებაში ჩვენ ვიცით რომ უკმაყოფილებას გამოგვქონთ ამის გამო მაგრამ თავარი კითხვა არის როგორ უნდა მოვიშოროთ ეს ჭირი აი როგორ უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ეს კანონი თუ რაც არის თუ ცვლილება თუ რაც დაარეგისტრირდეს უკან გაიწვიოს და უარი თქვა იმაზე რასაც აკეთებენ ჩვენ ეს გაგვიკეთებია ბევრჯერ ჩვენში გულისხმობ საზოგადოებას თუმცა მედია საზოგადოების სხვადასხვა ფენა ერთად გამოდის აპროტესტებს და ერთიან პროტესტს, მძლავრ პროტესტს, გაფრაზებულ პროტესტს სარგულისხმობი რაღაც მსხურევას და ლეწვას უბრალოდ ხალხი როცა ერთიანად შეკრულია, ერთმუნჭად შეკრულია, ხელისუფლებას ამ ერთმუნჭად შეკრული ხალხის ყოველთვის ეშინია. და ჯობს რომ ხელისუფლებას ყოველთვის ეშინოდეს ხალხი. ეს შიში არ უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ შეიძლება წვრილი დაამბრიან და ამის ეშინოდეს. არა. უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ამ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულები არიან და თუ ამ ანგარიშვალდებულებას არ შეასრულებენ, ხალხი მათ პასუხს მოთხოვს. ჯერ წყნარად, მშვიდად და მე უკვე ინფორმით, რა ფორმითაც თვითონ ხელისუფლება შეუწყობს ამას ხელს. ასე ყოფილა ყველგან, ასე იქნება აქაც. ამას ვერანაირი კანონი ვერ დაარეგულირებს, ვერანაირი აკრძალვა ვერ დაარეგულირებს, ვერანაირი სკროლის სამინისტრო და რა ვიცი სულაც რომ სამკაციანი ესე რა ქვია ის შექმნან რაზმები და იარობდა სასამართლოები და რაღაცები და აკეთონ როგორც გაჩვენოთ 30-იან წლებში ხდებოდა გასულ საუკუნეში. ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს თუ ხალხის რისხვა ერთ მუშტად შეიკრა და აზვირთდა და გადაწყვიტა რომ ეს ხელისუფლება უნდა მოაშორონ ქვეყნის სათავეს, ხო? ამისთვის მართალია არსებობს არჩევნები და არჩევნები ჩვენ ვიცით როგორ ტარდება. და ამ არჩევნებამდე პერიოდში ხელისუფლება არ უნდა გააკეთოს ისე, რომ ეს ადამიანები გააღიზიანოს იმდენად, რომ არჩევნებს აღარ დაელოდონ და საპროტესტო გამოსვლები მანამდე დაიწყოს. ანუ მასობრივ საპროტესტო გამოსვლები და დაფიქსოს გულისხმობ, თორე ყოველდღიური მარში ეგ რამდენი 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს და რეგიონებში წარდება ხო საპროტესტო აქციები. ამდენი საპროტესტო აქციების ფონზე უკვე ჩვენ ჩამოვრჩით მთელ იმ პროცესებს ხელისუფლების გადამკიდე რა პროცესების მონაწილეც უნდა ყოფილიყავით როგორც ქვეყანა
ხო? აი სომხეთი, რომელიც ჩვენზე რამდენად უკან იყო, მე პატივისცემის გარდა არაფერი მაქვს სომხეთის მიმართ, მაგრამ ჩვენთან შედარებით ევრო ინტეგრაციის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით სომხეთი იყო ძალიან უკან. აი დღეს შევხედოთ სად არის. და ასე არის, როცა შეყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უკან გეკაჩება და არ გაძლევს საშუალებას მიყვედინებას და აფრები გაშალო და განსხვავება ფაშინიანსა და ოლიგარქს შორის ალბათ ფალშისაცებია ის, რაც ამას დიდი ხაზგასმა არ სჭირდება. უბრალოდ სომხეთმა რა მოახერხა და დაუსწრა რუსეთს და ჩვენ როცა ჩვენი წინაპრები ამას ამდენი ხანია უკვე ცდილობენ და როცა ბოლოს და ბოლოს მქონდა მის საშუალება რომ ეს გაგვეკეთებინა ნელ-ნელა გონიურულად და ბიჯნაბიჯ ამის საშუალება კიდევ კარგად წაგვეცვა როგორც პერსპექტივიდან ჩანს დაღმეთ ფაქტს რომ ცდებოდეს ის შემთხვევა იქნება როცა გამიხარდება რომ ცდები. ლაშა აუცილებლად მინდა გკითხოთ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირების თქვენი პოსტიც ვნახე დღეს სოციალურ ქსელში ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას სოლიდარობას ვუცხადებ 4 შვილის დედა მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დღეს მისმა ადვოკატმა გააკეთა განცხადება ხო აი რამდენ დიახ გისმით ლაშა კითხვის დასმაც მიჭირს ისეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე ხო 4 შვილის დედა რისთვის ზის ციხეში რა თქმა უნდა აი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება ისაც ხდება ელენე ხოშტარიას მიმართ ისაც ხდება მცირე ამაღლობელის მიმართ ამ ადამიანებმა დაკარგეს ჯანმრთელობა მიცით მცირე ამაღლობელს თავის ხელოვნების პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მისმა მეგობრებმაც დაწერეს, მე უკვე ნიკა გვარამიამაც დაწერა, ფაქტობრივად ინვალიდიზაციისკენ მიდისო და თვითონ განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რომ შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ეტლის გარეშე ვერ შეძლოს გადაადგილება, როცა ეცხო უკვე ხავარჩილის დახმარებით გადაადგილდება. და მე არ ვიცი, აი რა აგული უწევთ იმ ადამიანებს, როცა ესეთ განცხადებებს კითხულობენ, როცა თუნდაც გადაამოწმებენ და აღმოჩნდება, რომ ეს სიმართლე მათ აქვს ამის პერკეტებით, ხო? გადაამოწმონ, არის თუ არა ეს ყველაფერი გაზვიადებული, მართლა ასე ხდება თუ არა. და ელენეს შემთხვევაში ეს ასე ხდება, ამას დიდი გადამოწმება მე მგონი არ სჭირდება. თვითონ ელენე ხოშტარია იყო წინააღმდეგი, რომ ამის შესახებ რაიმე საჯაროდ ყოფილიყო ნათქვამი, თუმცა ადვოკატებმა უკვე ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ დაეჯერებინათ მისთვის და გაასაჯაროვეს ეს თემა. იმედი მაქვს, რომ მაინც რაღაც გონიურულობის ნაწილი თუ შერჩათ, უნდა გაუშვან და გაათავისუფლონ პატიმრობიდან, როგორც ელენე, ასევე მცირე ამაღლობელი. მე აქვე სოლიდარობას ვუცხადებ არა მარტო ელენე ხოშტარიას და მცირე ამაღლობელს, არამედ უკლებრივ ყველა რეჟიმის ტყვეს, რომელიც დღეს ციხეშია და ყველას უსურვებ თავისუფლებას. ხელისუფლებას კი უსურვებ გონს მოვიდეს და ისე იმოქმედეს, როგორც ერთხელ მაინც დაემსგავსოს ნამდვილ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებებს გამოიწვევს. დიდი მადლობა ლაშა, საინტერესო საუბრისთვის, თქვენი მოსაზრებებისთვის, თქვენი დროისთვის. ალბათ გისურვებ და გისურვებთ, რომ ის პრობლემა, რომელიც ახლა დგას ტელეკომპანია თრიალეთის წინაშე, აღმოფხვრილი იყოს და მომავალ წელს შევხედოთ უფრო გაძლიერებულ ეთერში და მე ვიცი თქვენი შესაძლებლობები, ვიცი თქვენი მონდომება და მინდა ყოველთვის იყოს თქვენი ლოგო ტელევიზორთან და თქვენი ერთგული მაყურებელს ყოველთვის ჰქონდეს საშუალება თქვენ გიყურებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლაშა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ბერულავა. თქვენ მაყურებელი მას კარგად იცნობს, მე კი მომდევნო გადაცემამდე დაგემშვიდობებით.